ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მოსახლეობას დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნებისა და საწვავის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა. როგორც ირკვევა აღნიშნული გადაწყვეტილება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებსა და ნავთობზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ინდოეთის მთავრობის მეთაური მოქალაქეებს უცხოეთში მოგზაურობისა და ოქროს შესყიდვისგან თავის შეკავებას თხოვს. ინდური მედიის ცნობით, ეს ინიციატივა მიზნად ქვეყნის სავალუტო რეზერვების დაზოგვას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში დამკვიდრებული ონლაინ შეხვედრებისა და ვიდეო კონფერენციების სისტემის აღდგენა დღეს ეროვნულ ინტერესებში შედის. მონდი ბიზნეს სექტორსა და მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, რომ უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტროსა და ელექტრომობილებს მიანიჭონ, რითაც მთავრობის აზრით საწვავის ხარჯის ოპტიმიზაცია და გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხებით გამოწვეული ზიანის შემცირება მოხდება. ამასთან ინდოეთის მთავრობის გეგმა სარკინიგზო გადაზიდვების წილის გაზრდასა და კერძო ავტომობილებით მგზავრობისას ეგრეთ წოდებული carpoolingის, იგივე car sharing-ის პრინციპის გამოყენებას გულისხმობს. რაც შეეხება სამხმარებლო ხარჯებს, ინდოეთის ხელისუფლება საშუალო ფენის წარმომადგენლებს უცხოეთში ტურისტული მიზნით გამგზავრებასა და საზღვარგარეთ დაგეგმილი ქორწილების მინიმუმ 1 წლით გადადებას თხოვს. პრემიერმა აღნიშნულ ზომებს ეკონომიკური პატრიოტიზმი უწოდა და ხაზი პერსონალურ პასუხისმგებლობის მნიშვნელობასაც გაუსვა. ხო, მე ხა ვერ გეტყვით, რამდენად არის პატრიოტიზმი, დაგეგმილი ქორწილების და თამდევი პირველი ღამის თუ რიტუალების გადადება. მაგრამ ქორწილზე როგორმე იტყვის ვარს კაციც და ქალიც, აი დანარჩენზე რა გითხრათ. შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა სხვათა შორის მოსახლეობის რაოდენობით უკვე რამდენიმე თვეა გადაუსწრო ჩინეთს და დღეს 2024 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე მეტი მოსახლეობით სწორედ ინდოეთი არის წარმოდგენილი, რომელიც ჩინეთს გაუსწრო 1.428 მილიონზე მეტი მცხოვრები ყავს ინდოეთს, მას მჭიდროდ მოყვება ჩინეთი, ხოლო მესამე ადგილს შეერთებული შტატები იკავებს. კაი ბატონო, ესაც შეეხება ვითარებას ინდოეთიდან გამომდინარე ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა კრიზისმა როგორ ასახა მის ეკონომიკაზე. რაც შეეხება თავად ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, იქ სიახლე ნამდვილად არ არის, თუ არ ჩავთვლით ჩემი აზრით აღნიშნის ღირს ამბავს, რომ ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სრული კომპლექსი, ანუ ბატარეა და მისი ოპერირებისთვის საჭირო პერსონალიც გაუგზავნა და ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ისრაელში შეერთებული შტატების ელჩმა საკმაოდ აქტიურმა პიროვნებამ მაიკლ ჰაკაბიმ თელ-ავივში გამართულ ღონისძიებაზე დაადასტურა. დიპლომატის განმარტებით აღნიშნული ნაბიჯი 2020 წელს გაფორმებული აბრაამის შეთანხმებას და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ეფუძნება. ჰაკაბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საამიროები პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების დოკუმენტს მოაწერა ხელი. კარგი, დროა გადავხედოთ ვითარებას მსოფლიო საფონდო ბირჟებზე და ჩვენთვის მნიშვნელოვან ინდექსებსაც მოდი შევავლოთ თვალი. ერთი სული მაქვს აქ სხვათა შორის, როდის შემოუკრავ ზარს და გამცნობთ ხოლმე ბირჟების გახსნას სხვადასხვა გეოგრაფიების და ლოკაციების მიხედვით. ისევე როგორც მოგიწევთ ძალიან ბევრ თქვენთაგანს, რომ იყოთ ჩვენთან ერთად და კოინმანიასთან ერთად პარტნიორები ჩვენი აღნიშნული რუბრიკის წარმოდგენისა, რომელიც დღეში 3-ჯერ გადის, საქმიანი დილა, საქმიანი საღამო და ყოველ დღე 7:30-ზე, როგორც კი იხსნება ბირჟები. კი ბატონო, ამ დროისთვის S&P 500-ზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ მცირედი კლები 17% ჩაიხურა, სამაგიეროდ პლუსშია Dow Jones-ი 11% და ანალოგიურად მცირედი კლებით არის ჩახურული, არც თუ მცირედი კლებით Nasdaq-ი. რაც შეეხება StoxX-ას, ევროპის ფლაგმანური ინდექსი 1%-იანი კლებით არის დახურული. აზიის ბაზრებს რომ ჩავხედოთ, შანხაის კომპოზიტის ინდექსი 7% კლებით გაიხსნა, ეს იდეაში ამოსაგდებია და შესაძლებელია რომ დისკენ დაბრუნდეს და Nikkei 225 ხედავთ ახლა ეკრანზე. იაპონიის ინდექსი, რომელიც ასევე გახსნილი არის და ისიც გახსნილი არის პოზიტივში 30
100% თითქმის. რო გადავხედოთ ძირითად სასაქონლო ბირჟებს და ამბებს, რაც ხდება უკლებლივ ყველა მიმართულებით, ხედავთ რომ ფაქტიურად ზრდაში არის ნავთობი, ნედლი ნავთობი. $100 არის, ბრენტი $106.5 არის. ბუნებრივი აირიც ასევე საკმაოდ აჭარბებს უკვე თავის ფასს და ასევე მზარდში არის გადასული. რაც შეეხება რუსულ ურალს, ის $97 არის ჩამოსული. არც თუ ბევრი აშორებს სანუკვარ $100, რომლითაც საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობს რუსეთის ფედერაცია. ხედავთ ოქროს და ვერცხლს, რომელიც ასევე ამ წუთისთვის მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს 4700-ია და ოქრო და 86-ზე შესაბამისად ვერცხლი. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით $91,000-ზე არის მთავარი კრიპტოვალუტა ბიტკოინი და 2298-ზე გახლავთ ეთერიუმი. დავაკვირდეთ კრიპტოვალუტების ბირჟასაც და შესაბამისად ყველა იმ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება მათ შორის ციფრულ აქტივებს, სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს ბაზარი და მოქმედება მათ შორის ქართული საფინანსო სტრუქტურებისთვის. ამის დასტური არის ბანკების საკმაოდ აქტიური შემოსვლა და TBC Mobile Bank-ის იგივე ჩართვა კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში. ჩვენც აქ ავართ, შორს არა ვართ, ჩვენს პარტნიორთან, CoinMania-სთან ერთად წარმოდგენილები, რომელიც საფულეს გარდა შემოგთავაზებენ ყველანაირ სერვისებს, რაც კრიპტო აქტივებს უკავშირდება და უკავშირდება მათ შორის გადაცვლას, კრიპტოაქტივების ვაჭრობას და ყველაფერს. ძალიან საინტერესო გუნდია CoinMania-ში შეკრებილი და ითანამშრომლეთ მაქსიმალურად. წინა სავაჭრო სესიის დასრულებისას კიდევ ერთ კომპანიაზე სურს ვისაუბრო. ეს არის ლეგენდარული NVIDIA, რომელიც ყველანაირად ხსნის რეკორდებს. მათი აქციების ფასი კიდევ 2%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ არც მეტი დანაკლები 5.330 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი საჯარო კომპანიების ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ღირებულებაა და Jensen Huang's NVIDIA-ს აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის ამ თემაში და მათ ამ დროისთვის ისტორია დაწერეს. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი თვის დასაწყისიდან ასე უწყვეტად იზრდება და არსებული მონაცემებით NVIDIA მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს მყარად ინარჩუნებს და მნიშვნელოვნად თითქმის 600 მილიარდით უსწრებს მთავარ კონკურენტს. საუბარია კიდევ ერთ ლეგენდარულ ამერიკულ კომპანიაზე, Google-ზე, Alphabet-ის შვილობილ კომპანიაზე. 5 წლიან პერიოდში NVIDIA შეფასება არის 1440%-ით გაზრდილი. ანუ ძალიან იული გადასათვლელია, რომ წარმოიდგინოთ, რომ 5 წლის წინ თქვენ რომ შეგეძინათ $100 აქციები NVIDIA-ში, რეალურად ახლა რა მოგებაში იქნებოდით და მისი მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, ერთწლიან ჭრილში მომგებიანობის მაჩვენებელი უკვე 80%-ს აღწევს. NVIDIA-ს საბაზრო წარმატება ცალსახად უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე არსებულ მაღალ მოთხოვნას და შესაბამისად ის hype-ს თუ რაღაც ახალ ტერმინებს, რასაც ეძახიან დღეს, სწორედ AI-ის თემა არის ხელოვნური ინტელექტის, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად იხვეწება და შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსხვილი cloud provider-ები დღეისათვის სწორედ NVIDIA-ს პროდუქციას იყენებენ, რაც კომპანიის შემოსავლებს მკვეთრად ზრდის და ისიც აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კომპანია კვარტლურ ანგარიშებს გამოაქვეყნებს, რომელთან დაკავშირებითაც ინვესტორებს ცალსახად პოზიტიური მოლოდინები აქვთ და შეიძლება კიდევ ერთხელ იხილოთ ამ საპრეზენტაციო სივრცეში სწორედ NVIDIA-ზე სასაუბროთ მათ მორიგ რეკორდთან მიმართებით. ყველაზე გულდასაწყვეტი ბოლო პერიოდის კვლევებს შორის, რასაც ვაკითხები, მაინც არის დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ მსოფლიოში იკვეთება ნომერ პირველი ეკონომიკის სახელმწიფოს მიმართ. არსებობს ესეთი ფონდი Alliance of Democracies Foundation და მათ კვლევა ჩაატარეს შეერთებული შტატების მიმართ გლობალური განწყობების გაუარესებას ადასტურებს ეს ყველაფერი და სხვათა შორის აქ არის საუბარი, რომ რუსეთის მაჩვენებელზე დაბალ ნიშნულს მიაღწია ამ ყველაფერს და საერთაშორისო სააგენტოს მიერ მომზადებულ აი ამ ანგარიში ვაშინგტონი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელდა. ორგანიზაციის დამფუძნებელი არც მეტი და ნაკლები ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი Anders Fogh
Anders Fogh Rasmussenია და აღნიშნულ ტენდენციას მან სამწუხარო უწოდა, თუმცა მოსალოდნელი. დაარსებული ინფორმაციით ნეგატიური დამოკიდებულება თეთრი სახლის მიერ დაწესებულ ფართომასშტაბიან ტარიფებს გრენლანდიის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მცდელობას უკავშირდება და ამასთან ტრანსატლანტიკურ კავშირებზე გავლენა უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირება და ირანთან მიმდინარე ომმაც იქონია. საყურადღებოა, რომ აპრილში დონალდ ტრამპმა ნატოს დატოვების შესაძლებლობაც კი განიხილა. მე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა ევროპული ქვეყნების პოზიციით, რომლებმაც ჰორმუზის სრუტის გასახსნელად სამხედრო ძალების გახსნაზე უარი უთხრეს შეერთებულ შტატებს. მოტივი იცით, რომ არავინ არ მკითხა ომის დაწყებაო და შესაბამისად არც ჩართვას ვაპირებთ აღნიშნულშიო. ხო, მნიშვნელოვანია ითქვას, მადლობა ამ სლაიდისთვის, რომ Democracy Perception Index, ეს ქვია M ratings, შეერთებული შტატების მაჩვენებელი არის 16%-მდე შემცირებული, შედარებით რუსეთის მიმართ ნდობა 11%-ით, ხოლო ჩინეთის მიმართ ნდობა 7%-იანი ზრდით ფიქსირდება, რაც სხვათა შორის ასევე დასტურდება მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერების და ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელთა ხშირი ვიზიტებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამჟამინდელი მონაცემებით შეერთებული შტატების იმიჯი ბოლო 18 თვის განმავლობაში არის მნიშვნელოვნად შერყეული და ამ კვლევიდან გამომდინარე ვკითხულობთ, რომ იქ მონაწილე რესპონდენტების უმრავლესობა ისრაელისა და რუსეთის შემდეგ ვაშინგტონს გლობალური სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნევს. ცნობისთვის კვლევა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა NIRA Data-მ 98 ქვეყნის 94,000-ზე მეტ რესპონდენტს შორის ჩაატარა და აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა დემოკრატიის სამიტისთვის, რომელიც გუშინ 12 მაისს გაიმართა. კარგი, რამდენიმე სასიამოვნო ბიზნეს სიახლესაც გაგაცნობთ შეერთებული შტატებიდან, კვეთაში საქართველოსთან, როგორც შესავალში მოგახსენეთ, გამოცემა True Hollywood Talkie იუწყება და წერს თავის ვებგვერდზე, რომ კომპანია Yangtze Realty-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ქართველი ბიზნესმენი დავით ჩხეიძე, რომელიც წლებია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, პირველი კომერციული ბროკერია, რომელიც უძრავ ქონებას კრიპტოვალუტაში ყიდის. სტატიაში ავთო ჩხეიძე, ეს მეორე სახელიც აქვს, ჩვენს ბატონ დავითს აცხადებს, რომ მომავალი უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციებში ცალსახად ციფრულ მიმართულებაზე მოდის და მისთვის ქართველი კომერციული ბროკერი ყიდის უძრავ ქონებას თლად მანჰეტენზე 83 ბიტკოინად, ნუ გეცოტავებათ 93 ბიტკოინი დაახლოებით $6,300,000, რაც პირველი პრეცედენტი იქნება მანჰეტენზე უძრავი ქონების გაყიდვისა კრიპტოვალუტაში. გარიგების დასრულებისთანავე და მანამდეც ჩვენ მეც მოვიკითხავთ ავთო ჩხეიძის წარმატებებზე და დაგიკავშირდებით ჩვენ დაუკავშირდებით უпростоრად მას ჩვენი ბიუროს თუ პირდაპირ ჩვენი გუნდის სახელით თბილისიდან შეერთებულ შტატებში. და კიდევ ერთი ლეგენდარული ამერიკული ბრენდი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო Planet Hollywood-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ამის თაობაზე იცით. Planet Hollywood-ი თბილისშია, გაყიდვები დაწყებულია და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ Planet Hollywood-ის ნომრის მესაკუთრე Central Park Tower-ში. პროექტის მესვეურების გადმოცემით ეს არის ინვესტიცია სასტუმრო ნომერში, რომელიც უნიკალური ინფრასტრუქტურის ნაწილია, სადაც 12 წამყვანი საერთაშორისო ბრენდია განთავსებული, საუკეთესო ბრენდები ერთ კომპლექსში, ფრიან სრულიად უნიკალურ პროექტს, ორივე Towers-ის მშენებლობა დასრულდა და ახლა მიმდინარეობს შემინვისა და შიდა მოპირკეთების პროცესი. პარალელურად სრულდება პოდიუმის მშენებლობაც. ჩვენ ამ დღეებში შემოგთავაზებთ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას და ინტერვიუებსაც აღნიშნული პროექტის შესახებ, რაზეც გეგმავთ ინტერვიუს ირაკლი კვერღელიძესთან და თორნიკე ჯანაშვილთან. დონალდ ტრამპის შვილმა ერიკ ტრამპმა, რომელიც ამავე დროს The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია, ხედავთ აგერ თავის სოციალურ ქსელში X-ზე Trump Tower-ის ოფიციალური რენდერი გამოაქვეყნა. ციტირებ მას, ძალიან მიხარია, რომ გიზიარებ Trump Tower-ის თბილისის ოფიციალურ რენდერს. პრემიუმ ლოკაციით თბილისის შუაგულში ეს Tower-ი სწრაფად იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და ძალიან გვიხარია მისი განხორციელება. წერს ერიკ ტრამპი
X-ზე, ანუ იგივე Twitter-ზე. მე შეგახსენებთ, რომ თბილისში ახალი მრავალფუნქციური ცათამბჯენის Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება, საზოგადოება საქმის კურსია და მანამდეც გავლენიანი და Wall Street Journal-ი წერდა, რომ Trump Organization-ი საქართველოში მშენებლობას არქისა და ბიოგრაფი ლევინგის კონსორციუმთან ერთად განახორციელებს. პროექტში ჩართული იქნება ასევე ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Sapphire Organization-იც, რომელიც Trump-თან წარსულშიც თანამშრომლობდა. Wall Street Journal-ის მიხედვით ცათამბჯენი გააერთიანებს მაღალი დონის საცხოვრებელ retail სასტუმროს სტილის ინფრასტრუქტურას და ხო, სხვათა შორის დიზაინერი იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული კომპანია Gensler. რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ კომუნიკატორს ტრამპების ოჯახთან, ეს არის Sapphire Organization-ი, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის Alex Sapphire. ის ამ წამოწყებას განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად აფასებს და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ მისმა კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებზე ლიცენზირებისა და ბრენდირების სტრატეგია გააძლიერა. მსგავსი პროექტების განხორციელება უკვე ახლო აღმოსავლეთში, ვიეტნამსა და ინდოეთში არის დაწყობილი. ცნობისთვის Alex Sapphire-ს მის ოჯახს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ოჯახური კავშირები აქვს. და ეხლა ამაზე ცოტა მეტი მსურს მოგიყვეთ. მანჰეტენის ცათამბჯენი $1.4 მილიარდი კაპიტალი ეს დეკლარირებული და უძრავი ქონების გიგანტური იმპერია, რომლის ფესვებიც არც მეტი და ნაკლები თბილისში, ხოდაშენის ქუჩაზე იწყება. გლობალურ ბიზნესში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ისტორიად და кейსად რჩება თუ როგორ შეძლო ქართველმა ემიგრანტმა თემურ სეფიაშვილმა, იგივე ტამირ საპირმა ცივი ომის წლებში დასავლური ფინანსური წესების სათავისოდ გამოყენება. საიდუმლო ბარტერები საბჭოთა ელიტასთან, ფარული თამაშები ამერიკულ სპეცსამსახურებთან და გადაკვეთილი საქმიანი ინტერესები არც მეტი და ნაკლები დონალდ ტრამპთან. ეს იმ მოვლენების კასკადის მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რაც ქართველი ებრაელის დაუჯერებელი ცხოვრების გზამ დაიდია.